მამუკა ხაზარაძეზე, ხო? აი რომ მე მახსენდება, ეხა TBC ბანკი, TBC კი არა, ეს TV პირველის აი იმ ცნობილი საჩივრის უკან ჩვენ რო გვიჩივიან და ჩვენ ესე იგი ლიცენზიის ჩამორთმევას რო ითხოვენ ტელეკომპანიას სეზონს. მაგის უკანაც მამუკა ხაზარაძეს ხედავ მე სიმართლე რო გითხრათ. მამუკა ხაზარაძე არის სწორედ ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელი, შეიძლება ფლობელი TV პირველის. აი როგორც თქვენზე მოახდინა მამუკა ხაზარაძემ გამარჯვება კვირიკაშვილის ხელით. ასავალ-დასავალი დაამარცხა. აი ახლა ჩვენზეც მე დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაში ვიღაცა არის ჩაბუდებული, რომელიც ცდილობს, რომ მამუკა ხაზარაძის ხელით ასევე ჩვენ დაგვამარცხოს. იდენტური სიტუაცია ადრე იყო ასავალ-დასავალის წინააღმდეგ, ეხლა ჩვენს წინააღმდეგ. მაგრამ არ გამოგივათ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ იმდენად დიდი მაყურებლის რა აუდიტორია გვაქვს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად შემოუტრიალდება, ვინც თუ ამის გაკეთებას აპირებს. განსაკუთრებით მე ამაში, აი ჩვენ რო ვლაპარაკობთ deep state. ქართული deep state არის დასამარცხებელი პირველად. დღეს საქართველოში აი ჩვენ ამერიკული deep state-ზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ. deep state რა არის? ფარული დასი, ხო? ფარული დასი არის თვითონ ხელისუფლებაში. და დავინახეთ, რამდენი მაღალჩინოსანი დაიჭირეს. და ხელისუფლებაში ჩაბუდებული deep state-ი ებრძვის დღეს ქვეყანასაც, ბიძინა ივანიშვილსა და მათ შორის ჩვენ. თორე, ეხა ორჯერ გაგვაფრთხილეს, დაგვაჯარიმეს, კაციშვილი მომჩივანი არ იყო. საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი? პირველ რიგში ამოსაძირკვი არის ამერიკულ deep state-ზე ლაპარაკს თავი დაანებეთ და ქართული deep state-ს მიხედეთ, რომელიც ჩაბუდებულია ხელისუფლებაში. აი ეს არის დასამარცხებელი. დავინახეთ აგერ რომ რამდენი კაციც, ესე იგი, მას ქნა რა ქვია, წავიდა ყველა ეგერ ეს შაიშმელაშვილი რო არის, რა განცხადებებს აკეთებს, უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელები, ძალოვნები. და ეს ეხა ჩვენ რა გარანტია გვაქვს იმისი რომ ვიღაცა არ გვებძვის ჩვენ მით უმეტეს მომჩივანი რო არ აყვავს კომუნიკაციის კომისია არის სტრუქტურა რომელიც დაკავშირებულია ხელისუფლებასთან და კაცი ვინი მომჩივანი არის და გვებძვა რა უნდა ვიფიქროთ ის რომ აქ თან ჩვენ ხელისუფლების ნამდვილად არა ვართ არც მტერი არა ვართ არც ნაცარხებს აქვს პლანეშუკი TV პირველი უნდა დაიხუროს წესით იმიტომ რომ მოწოდებებია სახელმწიფო გადატრიალებებისაკენ და ჩვენ გვებძვიან ხალხო ჩვენ